მოგესალმებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს 12 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა, მაგრამ თავად გიორგი ჭანტურიას ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. სამეურვეო საბჭოს ხდომა დღეს 2 საათზე არის დანიშნული და სავარაუდოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ცვლილებები მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელში. თამთა ჯანაძე ცდილობს ვითარების გარკვევას და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ისახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს თამთაძის კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა, თუმცა თანამშრომლები პირად საუბრებში ჟურნალისტებთან ადასტურებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გია ჭანტურიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ნამდვილად დატოვა და მისი მოადგილე ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ბარათაშვილი სავარაუდოდ შეასრულებს მის მოვალეობას დროებით, თუმცა ამ თემაზე კამერებთან ღიად საუბარი არავის სურს. არა მაქვს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მეცხრე ტელევიზიებიდან შევიტყვე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გია ჭანტურია გადადგა, თუმცა ოფიციალურად ეს არ დასტურდება შევალ ტელევიზიაში და ალბათ გავიგებ რა სიტუაცია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამეურვეო საბჭოს ხდომა შედგება 2 საათზე, რომლის შემდეგაც გაკეთდება ოფიციალური განცხადება. მაყურებელს ახლა შევახსენებ იმასაც, რომ 12 და 13 დეკემბერს მიმდინარე სამეურვეო საბჭოს ხდომაზე, რომლის დროსაც განიხილებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2013 წლის ბიუჯეტი, ვიდეო გადაღება აკრძალეს. სწორედ ამავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თანამშრომლები შეამცირონ. მადლობთ თამთა, ჩვენ მომდევნო გამოშვებებში ისევ დაგიბრუნდებით. ჟენევაში დღეს ზურა ბაბაშიძის და გრიგორი კარასინის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა დაახლოებით 3 საათში დაიწყება. ქართული მხარე სადისკუსიო საკითხებზე მსჯელობას არ აპირებს. ეს იქნება არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ. ზურა ბაბაშიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე მზად არის რუსეთის ფედერაციასთან სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგისათვის. პარალელურად რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საქართველოსთან სავაჭრო ეკონომიკური კავშირები აღადგინოს. ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც უფრო მოსინჯვის მცდელობა იქნება მხარეების პოზიციის გარკვევის, ვიდრე დაუშვათ რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების. ბუნებრივია, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს, რომ ჯერ ეს ეტაპი გაიაროს და მერე გადავიდეს რაღაც კონკრეტულზე. ასე რომ ამ შემთხვევაში ისევ ვრჩებით იმ რეალობასთან, რომ იქ წარმოდგენილი დე-ფაქტო ხელისუფლებები შემსრულებლები არიან მოსკოვის დაკვეთის. ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის ხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ევროპული ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი ესწრება. ჩვენ პირდაპირ ეთერში მთავრობის კანცელარიდან ნოდარ ჩაჩუას ჩავრთავთ, რომელიც დეტალებით ისაუბრებს. ნოდარ, გისმენთ. დიახტინოს ხდომა სახელმწიფო კანცელარიაში დაახლოებით 1 საათია, რაც დაიწყო და ახალი შემადგენლობით, ახალი მინისტრების შემადგენლობით. ეს არის პირველი ხდომა, რომელიც იმართება და მას ქვია ევროპასთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ხდომა. ხდომას თავმჯდომარეობს ბიძინა ივანიშვილი და ჩართულია თითქმის ყველა უწყების ხელმძღვანელი, რომლებიც ევროკავშირთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების საკითხებში უნდა განაგრძონ უკვე მოლაპარაკებები, როგორც ხდომის დაწყების წინ ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავარი საკითხები დღეს იქნება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომლის შემდეგაც უკვე ექნება ქართულ პროდუქციას იმის შესაძლებლობა, რომ გავიდეს ევროპულ ბაზარზე და ასევე მიმოსვლასთან დაკავშირებით, ასევე საუბარი დღეს შეეხება და კონკრეტულ დავალებებს მიიღებენ მინისტრები მოლაპარაკებების პროცესში, თუ რა მიმართულებით უნდა გააღრმავონ მოლაპარაკებები და სტრატეგია ევროკავშირთან. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების წარმოება და წარმატებით და დროულად დასრულება არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში ჩართული პრაქტიკულად მთელი მთავრობის შემადგენლობა გააჟღერებს თავის მზაობას და მოლაპარაკების პროცესში არსებულ მათ პოზიციებს და გაიცემა შემდგომი მითითებები. ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომისიის 43-მე ხდომა და უკვე ხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს ექნება დამოუკიდებელი ინფორმაცია თავად მინისტრებისაგან და უწყებების ხელმძღვანელებისაგან, თუ რა მიმართულებით უნდა გააგრძელონ ურთიერთობა და რა მიმართულებით უნდა გააღრმავონ ურთიერთობა ევროკავშირთან დაახლოების მიზნით.
მთავრობის კანცელარიიდან ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დღეს სოფელ წინწყაროში ჩავა, სადაც მუსლიმების პარასკევის ლოცვა გაიმართება. რიჩარდ ნორლანდთან ერთად სოფელში ჩასვლას გეგმავენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, რომლებიც რელიგიური თემის წარმომადგენლებს შეხვდებიან. თეთრი წყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში უკვე რამდენიმე კვირაა დაძაბული ვითარება. დავა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის მიმდინარეობს. წინწყაროს ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ მუსლიმურ სამლოცველოში პარასკევის ლოცვის ჩატარებას არ დაუშვებს. გამოითქვა ვერსიაც, რომ დაპირისპირებას პოლიტიკური სარჩული აქვს. ამის თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ამ წუთებში სასტუმრო თბილისი მარიოტში პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას მეცნიერები და პოლიტიკოსები ესწრებიან. დეტალებით გვანცა პაპავაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გვანცა, მოვიდა თუ არა პატრიარქი? ამ წუთებში დიახ, როგორც უკვე ახსენეთ, ამ წუთებში პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლისთავის აღსანიშნავად ქორთიართ მარიოტში მიმდინარეობს კონფერენცია შემოbruneba სულიერებისკენ ამ სახელწოდებით შეხვედრაზე ელოდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებებში აისახება საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეებში განხილული უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო და საზოგადოებრივი პრობლემები, ასევე მოეწყობა ფოტოგამოფენა ჟამი წყალობისა. ფოტოები გადაღებულია ტაო კლაჯეთში, რომელიც ორგანიზატორების განცხადებით ადასტურებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში მოგზაურობას. ეს კონფერენცია მიზანმიმართულად წარმოაჩენს პატრიარქის ეპისტოლეებში ჩამოყალიბებული საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი მოვლენების, პრობლემების კოლაჟს და ისინი უფრო ღრმად განიხილავენ ამ პრობლემებს. დღეს იქნება მნიშვნელოვანი წიგნის, ფოტოალბომის პრეზენტაცია. ეს არის ჟამი წყალობისა. ეს წიგნი ეხება ანდრია პირველწოდებულის საქართველოში მოგზაურობის ამსახველ მასალას. სპეციალურმა სამეცნიერო ჯგუფმა წლების განმავლობაში ისტორიულ ქართლის ტერიტორიაზე იმოგზაურა და ეს ამ მონოგრაფიაში, ამ ნაშრომში ასახა. კონფერენციას ესწრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება, აქ ასევე მოვიდნენ საქართველოს პარლამენტის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. კონფერენცია ორდღიანია, ის ხვალაც გაგრძელდება, ხვალ მოეწყობა წმინდა ღვთისმოწამე გრიგოლ ფერაძის ნაშრომის პირველი ტომის პრეზენტაციაც. სასტუმრო თბილისი მარიოტიდან კონფერენციის დეტალებით გვანცა პაპავაძე საუბრობდა. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შეიარაღებული ძალების მეოთხე ბრიგადას მოინახულებს. მინისტრს ამ წუთებში ელოდებიან ვაზიანის ბაზაზე, სადაც წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. გამოცდიან ასევე უპილოტო საფრენ აპარატებს. ჩვენ პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ნახოთ, როგორ მიმდინარეობს ფიცის დადების ცერემონია.
ბატალიონო, მერა! Correva čuvaš. ბატონო მინისტრო, საკარანტინო ბატალიონის 700-მა სამხედრო მოსამსახურემ მხედრული ფიცი მიიღო. საკარანტინო შეკრების ხელმძღვანელი უფროსი ლეიტენანტი ტოროშელიძე. გილოცავთ ფიცის მიღებას. ბატალიონო, თავს სიტყვა ეძლევა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბატონ ირაკლი ალასანიას. ბატონებო, დღეს შეერაღებული ძალების ოჯახს კიდევ შემოუერთდა ძალიან ვაჟკაცი ახალგაზრდათა დიდი ჯგუფი, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაამდიდრებს ჩვენ შეერაღებულ ძალებს და რაც მთავარია ჩვენი ბრძოლის უნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგევართ, მაგრამ ყველაზე მთავარი უნდა გვახსოვდეს ის, რომ ჩვენი დასაცავია მშვიდობა, ჩვენი დასაცავია საქართველო და ამას ისე უნდა მოუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ ოჯახს და როგორც საკუთარ ცოლ-შვილს. სწორედ ამიტომ ჩვენ ყველა სიამაყით სავსევართ დღეს და გილოცავთ ამ დიდ და ყველაზე ძვირფას შეერაღებული ძალების ოჯახში აწევრიანებას. მინდა იცოდეთ, რომ მთავარი უნდა გახსოვდეთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, საკუთარ თანამებრძოლებს, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი გვყავს გმირი, ვის სახელსაც ვიხსენებთ, მაგრამ ჩვენ სახელმწიფოს ჭირდება ცოცხალი გმირები, ცოცხალი ადამიანები, ვინც უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას. დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადოთ თქვენ, გადაუხადოთ თქვენს ოჯახებს, რომ ესეთი ვაჟკაცი ბიჭები გაგზარდათ და მინდა გითხრათ, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოქალაქო პირი, მე გავაკეთებ ყველაფერს ჩემ თანამოაზრეებთან ერთად, რომ შეგექმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ თქვენი მთავარი ფუნქცია, ქვეყნის დაცვის ფუნქცია შეასრულოთ ღირსეულად. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროს პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს. ბატონო მინისტრო, ბატონო გენერალო, ბატონო ოფიცრებო, ბატონო ჯარისკაცებო, მოწვეულო სტუმრებო, ჩვენო მშობლებო. დღეს განსაკუთრებული დღეა შეიარაღებულ ძალებში, რადგან სამხედრო მოსამსახურეები დებენ ფიცს სამშობლოს წინაშე. მე მინდა მოგილოცოთ თქვენ დღევანდელი დღე და გითხრათ, რომ თქვენ დღეს გახდით შეიარაღებული ძალების სრულფასოვანი წევრები. დღევანდელი დღე დარჩება თქვენი ცხოვრების მანძილზე უნდა მოსაგონრად. თქვენ გაიარეთ საწყისი საბრძოლო მომზადების 9 კვირიანი კურსი. თქვენ წინ გაქვთ კიდევ საბრძოლო მომზადება სხვადასხვა დისციპლინებში, სპეციალობებში. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას წარმატებით დაძლევთ. შეიძენთ იმ აუცილებელ უნარჩვევებს და პროფესიას, რომელიც ესოძენ ჭირდება ჩვენ სამშობლოს. შეიძენთ ახალ მეგობრებს. და ისწავლით ურთიერთთანადგომას, ერთმანეთის გატანას. მე დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი თქვენგანი შემდგომში დაუკავშირებს ცხოვრებას შეიარაღებულ ძალებს, აირჩევს სამხედრო პროფესიას, გადახვალთ საკონტრაქტო სამსახურზე, ან აირჩევს სერჟანტის ან ოფიცრის საკარიერო კურსს. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ვაზიანიდან, სადაც თავდაცვის მინისტრმა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა სამხედროებს მიმართეს გაიმართა წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია. თავდაცვის სამინისტრომ პრეზიდენტის მიერ Gulfstream G450 საფრენი აპარატით სარგებლობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამ ბორტით 2011 წელს განხორციელებულ ფრენებზე გრიფი მოხსნილია. სამინისტროში აცხადებენ, რომ 2011 წელს აღნიშნული ბორტით განხორციელდა ფრენა თბილისი, ბათუმი, ვენა, ვარშავა, თბილისის მიმართულებით, ასევე 2001
წელს განხორციელდა კიდევ რამდენიმე რეისი. საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ვიზიტები მსოფლიოს მრავალ ტურისტულ ცენტრში. ამ ბორტით ფრენა განხორციელდა 2012 წელსაც, თუმცა ამ მონაცემებს გრიფით საიდუმლო ადევს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით მიმდინარეობს პრეზიდენტის მეორე თვითმფრინავის გასხვისების პროცედურა. საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერის განცხადებით კი თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი ყავს, სიმართლეს არ შეესაბამება. 2011 წლის 26-30 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა ფრენა თბილისი, ბათუმი, ვენა, ვარშავა, თბილისის მიმართულებით. ამ პერიოდში 29-30 სექტემბერს ვარშავაში იმართებოდა სამიტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 2011 წლის 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა ფრენა თბილისი, ბათუმი, ლას-პალმასი, ზანდერი, ლიმა, კუსკო, მერმუდა, ნორთხოლდი, ბათუმი, თბილისი. ოფიციალურად ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი 29 ივლისს ვიზიტით იმყოფებოდა ლიმაში, სადაც ესწრებოდა პერუს პრეზიდენტის ინაუგურაციას. 2011 წლის 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა რეისი თბილისი, ბათუმი, პალანგა, თბილისის მიმართულებით. 2011 წლის 4 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა ფრენა თბილისი, ბათუმი, რომი, პიზა, გენუა, კრაკოვი, თბილისი. 2011 წლის 14-19 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა ფრენა თბილისი, ბათუმი, ნიცა, მილანი, ბათუმი, თბილისი. 2011 წლის 13-25 ივლისის ჩათვლით ამ ბორტით განხორციელდა ფრენა თბილისი, ბათუმი, ნიცა, ვენა, ბათუმი, თბილისი. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი ამ ბორტით Gulfstream G450-ით განხორციელებული ფრენისა. საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ამ პერიოდის განმავლობაში იხდიდა ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელი ლიდერების მოძრაობას და ფრენის საფასურს. საგულისხმოა, რომ ეს არის საკურორტო ქალაქები, ლას-პალმასი, ნიცა, მილანი და ამ ტურისტულ ცენტრებში რაიმე ოფიციალური ვიზიტი ჩვენთვის ოფიციალურად ცნობილი არ არის. ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში შექმნილ ვითარებას საგანგაშო დაფასებს და ახალ მთავრობას მოუწოდებს პატივისცეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით მარტენსმა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის სამიძე შეაფასა, რომელსაც მისივე მიწვევით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. მარტენსმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ქმედება, დაპატიმრებები და მედია საშუალებებზე ზემოქმედება ევროპაში შეშფოთებას იწვევს. ახალ მთავრობას მოუწოდებთ პატივისცეს დემოკრატიული სახელმწიფოს ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა მედიის თავისუფლება და ადამიანის ძირითადი უფლებები, განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ამ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სანდრო გირგულიანის საქმის გამოძიება შესაძლოა წლის ბოლომდე დასრულდეს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა მეცხრე არხის ეთერში განაცხადა. გადაცემაში მთავარი კითხვა არჩილ ყბილაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა გახმაურებულ, მათ შორის სანდრო გირგულიანის, ასევე ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით წინსვლაა და გამოძიება მალე დასრულდება. მთავარი პროკურორის სხვა დეტალებს არ ახმაურებს. მისივე თქმით, ახალი ხელისუფლების ფორმირების შემდეგ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულიად განსხვავებული იქნება იმ ხელწერისგან, რაც ხელისუფლების შეცვლამდე იყო. მთავარი პროკურორი პირდებით იმას, რომ როგორც 26 მაისზე, ასევე გირგულიანის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება იქნება ამომწურავი სრული და რა ვიცი, შესაძლოა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ამ წლის განმავლობაში მე გირგულიანი მაქვს მხედველობაში ვიმედოვნებ უფრო სწორად, რომ მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, როგორც ბოლომდე გახსნილი დანაშაულისა. ამ წუთებში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან დევნილების საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაკავებული ფართიდან დევნილების გამოსახლება იგეგმება. დევნილები მინისტრისგან განმარტებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ბინების დატოვებას არ აპირებენ. ვერავინ ვერ გამოვა, გინდა მე კი არა, ყველა თითოეული დევნილი, რომელსაც არ აქვს ბინა, არავინ არ გამოვა შენობიდან. მაგის პირობას მე ვწევ, იმიტომ რომ მე თუ ვინმე მოვიდა და მე მომთხოვა გასვლა და აი თავს მოვიკლავ მათ წინაშე. მუშაობის უფლება, რომელიც ნამდვილად შეისწავლის ყველა დევნილის გაჭირებას. დღეს რომელიც დაგჭირის, გაჭრებიდან იხედებიან, დღეს კიდე სამინისტროში ძიან. რუსთავის მეხუთე ქალთა სასჯელ აღსრულების დაწესებულება 12-მა პატიმარმა დატოვა. გათავისუფლებულთა განცხადებით, ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლა მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. შეწყალებულ პატიმრებს სასჯელ აღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდებოდნენ. შეწყალების კომისიამ რეკომენდაცია 550 მსჯავრდებულიდან ნახევარზე ნაკლებს გაუწია. მათი უმეტესობა ქალები და მძიმე ავადმყოფები არიან. ასევე გათავისუფლებულთა შორის არიან ის ადამიანები, რომელთაც ბრალი ნაკლებად მძიმე დანაშაულში ედებოდათ. ზემოდებოდით? არა, ნამდვილად არა.
რამდენი მოიხადეთ და რა? 10 თვე ვიჯექი და 2 წელი და 2 თვე მიმოქვს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რომ დღეს მოხდა ჩვენი განთავისუფლება და პირველ რიგში მინდა ტუბით დაავადებულ პატიმრებს მიუხედოთ და უადოებს არიან ძალიან საშინელ დღეში. მორიგებით დასრულდა სასამართლო პროცესი ქუთაისში საქალაქო სასამართლომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მაკნატუნას არჩელი დააკმაყოფილა და კომპანიის დაკავებული თანამშრომლები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მზესუმზირის მწარმოებელ საწარმო მაკნატუნას დირექტორი კოსტა ირემაძე და დისტრიბუტორები ლაშა ტატუაშვილი და ნიკოლოზ იობიძე ფინანსურმა პოლიციამ 11 დეკემბერს ყალბის ზედნადებების გამოყენების ბრალდებით დააკავა. სასამართლოს ჯერა ჩემს საქმესთან დაკავშირებით თლიანად არ მომეცდა გირაო, მაგრამ დამიტოვა 7000 ლარი და რაღაცას მაინც მივაღწიეთ ამ პერიოდში ასეც მიღწევა არის იმასთან დაკავშირებით, რომ სრულად უდანაშაულო ადამიანი ვარ, მაგრამ იმას მაინც მივაღწიეთ, რომ ის თანხა შეგვიმცირეს და ამ შემდეგ კიდევ ბრძოლას ვაპირებ სასამართლოში. იმერეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ეგრეთ წოდებული მედია ჯგუფის წევრები ალისტრახო როხვაძე და ბიჭიკო გვენეტაძე დააკითხეს. დაკითხვის პროცესი 5 საათს გაგრძელდა. დაკითხვის დასრულების შემდეგ ეგრეთ წოდებული მედია ჯგუფის წარმომადგენლებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ადვოკატ ზვიად ნიშნიანიძის განცხადებით აღნიშნული პირები დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებოდნენ. ეგრეთ წოდებული მედია ჯგუფი საქართველოში წინა საარჩევნო პერიოდში გამოჩნდა. ჯგუფის წევრები სხვადასხვა მედია საშუალებას მის წარმომადგენლებს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდნენ. ალისტრახო როხვაძე და ბიჭიკო გვენეტაძე დაიკითხენ მოწმის სახით. რა თემასთან დაკავშირებით? რამოდენიმე ეპიზოდი იყო, რომელსაც ვერ გეტყვით ამ წუთას, არა ჩვენ ინტერესებში არც გამოძიების. მედიისთვის კადი შეშმაზე იყო? არ ვიცი რა. ვერ გაგცემთ პასუხს, რა თქვი, არ ვიცი. ვერ გაგცემთ მაგაზე პასუხს. არც მიხლია თქვაცნობილი. კი, ყველაფერი ვიცი ჩვენ, მაგრამ ამ ეტაპზე მე ვერ გეტყვით ყოველ შემთხვევაში. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განახლებაზე იმსჯელეს დეპუტატებმა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის გასვლის ხდომაზე, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ლაგოდეხის ნაკრძალში უცხოელი ტურისტების და ვიზიტორების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და საჭიროა დაცულ ტერიტორიაზე უფრო მიმზიდველი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, პრობლემების ადგილზე გაცნობა და შესწავლა გაცილებით ეფექტურია და კომიტეტის გასვლითი ხდომები კიდევ გაიმართება. თუ ჩვენ აქ უნებართო ჭრები დავუშვით, მე შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე წელიწადში ლაგოდეხის ნაკრძალი ფაქტობრივად აღარ იარსებებს. ამიტომ მე ვაპირებ ძალიან მჭიდრო კონტაქტი დავამყარო ამ პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით, არა მარტო ადგილობრივ ხელისუფლებასთან, გუბერნიასთან, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. შვეიცარიის ქალაქ დავოსის მერი ჰანს პეტერ მიხელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კლინიკა მედის ესტუმრა. მერის სამდღიანი ვიზიტი თბილისში ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეძღვნება. ის საქართველოში არსებულ გაჯანსაღების და ახალგაზრდობის შენარჩუნების ბაზას ეცნობა. ამ მიზნით დაათვალიერა ჰანს პეტერ მიხელმა ქართული კლინიკა და თავადაც ჩაიტარა პროცედურები. I must go home tomorrow. შვეიცარიაში გავიკეთებო. ახალი ამბებით პირველ საათზე დაბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ.